მოგესალმებით სუფასო გულშემატკივრებო, ვიწყებთ დიდი 10-ის მეორე ტურის ბოლოს თამაშო დღეს და ეს პირველი თამაში იქნება ნუცუბიძეზე, პლატოზე არმია უმასპინძლებს ხვამს, თბილისური გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მე სერგო გაბუნია ვარ, ირაკლი ბაღათურია წაიყვანს დღეს ჩემთან ერთად ამ შეხვედრას. ერთგვარი თბილი გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, რაგბის მოყვარულებო, დიდი 10-ის კოკობე, დიდი 10-ის გულშემატკივრებო, ძალიან საინტერესო თამაშის მოლოდინში ვართ, მეორე ტური და ორივე გუნდს რა თქმა უნდა გამარჯვება ჭირდება, მოგიხსენებათ ორივე გუნდმა დათმო თავიანთი პირველი თამაში, ერთმა არესთან, მეორემ თბილისის ლევოსთან და დღეს შეეცდებიან თავიანთი პირველი გამარჯვებები მოუტანონ თავის კლუბს. რაგბი თამაში იმართება პლატოზე, როგორც ვიცი, არმიას საშინაო არენა სწორედ რაგბი პლატო იქნება ამ წელს და ყველაფერი მზად არის უკვე მატჩის დასაწყებად. ხედავთ მელს პიტერს, რომელსაც გაუცდა წინა თამაში და როგორც ჩანს დღეს 15 ნომრის პოზიციაზე სწორედ ის იქნება. ხო, შენ აღნიშნე რომ რაგბი პლატოზე გადმოვიდა არმია, თუ უნდა აღნიშნოს რომ სხვათა შორის ამის ის გუნდები, ვინც აქ მასმიძელი იყო, გავარდა ყველა დიდი 10-დან და იმედია არმიას ვთქვათ ტრადიციას არ გააგრძელებს. ხო, გამოვიდნენ უკვე გუნდები და დავიწყოთ უცებ გუნდების შემადგენლობით, აი ლაშა მალაღურაძე შეიყვანს, ხვალნით დავიწყოთ 1-ზე სერგი ლეჟავა, 2 გიორგი ვარდოსანიძე, 3 ჰამლეტ დვალი, 4 გიორგი კვაბზურიძე, გუნდის კაპიტანია ის, 5 ლუკა გელაშვილი, 6 თონიკე ბაიხოძე, 7 ირაკლი სულეიმანაშვილი, 8 გიორგი კურდანიძე, 9-ზე დავით ციკლაური, 10-ზე ლაშა მალაღურაძე, 11 საბა არაგველი, 12 ნიკა ციცაძე, 13 პაჩანა მონიავა, 14 ლაშა კაკაურიძე, 15-ზე გიგა ყიფშიძე, მთავარსწორნი რატი ურუშაძე. გადავიდეთ არმიას შემადგენლობაზე. პირველი ჯარიმა, როგორც ხედავთ, ხვალმა მოიპოვა საკმაოდ კარგ პოზიციაში, სავარაუდოდ დაარტყავენ უცბად ჩავყვეთ არმიას შემადგენლობას. პირველი ნომერი ნიკა ნეფარიძე, 2 ლაშა საჯაია, 3 ჯემალ შათერიშვილი, 4 საბან ღუდელაძე, 5 გიგა კაციტაძე, 6 იაგო გელაძე, 7 გიორგი ჭურაძე, 8 ნომრად გიგი ქურხული იქნება, 9 სანდრონა ხურცრიშვილი გუნდის კაპიტანი, 10 გიორგი თევდორაძე, 11 ბექამა ჭარაშვილი, 12 სანდრო მესხიძე, 13 თემურ ჭიჭინაძე, 14 გიორგი გელაშვილი და 15 ნომერზე მელს პიტერსი იქნება, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლაშა ბაირამაშვილი, მენეჯერი ლევან დარასელია, შევეხოთ ასევე ოფიციალურ მხარესაც, მთავარი მსაჯი იქნება იოსებ ჯაფარიძე, მას კიდეებიდან გელა ლემონჯავა და კახა გელოსია დაეხმარებიან. ნახოთ პირველი დარტყმა ლაშა მალაღურაძისთვის, როგორი იქნება თავის მშობლიურ მოედანზე. და რა თქმა უნდა ზუსტია 3-0 ხვამლი წინ გადის დღევანდელ მატჩში. კი ბატონო, სწორედ ლაშა მალაღურაძე თამაშობდა ამ სტადიონზე, ყოჩებიდან, ასევე ყოჩებიდან გადავიდა არმიაში თემურ ჭიჭინაძე, მოკეთ და ლაშა საჯაია. კი, კვაჭი. ხო, ორი ყოჩი აქეთ, ერთი. თუმცა გუშინ დავხედე და მაინც ყოჩებს პირველ ლიგისთვის საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ყავს და პირველი თამაში დიდი ანგარიშით მოიგეს. კი, მეც ვესაუბრე ყოჩების მოთამაშეებს და მითხრეს, რომ საკმაოდ კარგი შემადგენლობა ყავთ და იბრძვიან უმაღლესში ამასასვლელად კოკობე დიდათში. ამასასვლელად საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, პირველი ლიგის ტურებიც, პირველი ლიგის თამაშებიც ჩვენც ეტაპობრივად გაგაცნობთ პირველი ტურის ანგარიშებსაც და ვინ ძლიერია, ვის აქვს მეტი შანსი და ასე შემდეგ. ეს კი ლაშა მალაღურაძე კადრში. კი, გავიდა ამასობაში 2 წუთი ჩვენ სხვა თემის შეხედვით, თუმცა თამაში არ წყობილა პრინციპში, აი ჯერჯერობით არის უბრალოდ ფეხის დარტყმა, ნახოთ აბა ფეხა არის პირველი შეაზრება ექნება არმიასო შეუტიოს. მოედანია ძალიან კარგ მდგომარეობაში, ეს უნდა აღნიშნოთ, იდეალურად გამოიყურება. გუშინ მატჩი იყო ავჭალაზე, უკვე ზედიზედ 2 კვირა ისეთ წვიმაში უწევთ ავჭალაში თამაში. აი აქ გარღვევა წავიდა არმია, კარგი მოშორება და შევიდნენ 15 მეტრი იქნება ლელოდან. ისევ არმია აკონტროლებს ბურთს, გამოვიდა ბურთი ხაზზე, თევდორაძე სიღრმეში მაჭარაშვილი ჩართო, მესხიძე და აქ არაზუსტი გადაცემა იყო, თავისიანს გაარტყა, თუ სწორად დავინახე მესხიძემ. და პირველი წინ თამაში, შესაბამისად პირველი შეკინება დღევანდელი თამაშის. ხო, არ ელოდებოდა ჭიჭინაძე პასს ხელი გაწია, უცოლდა ბუთის გატარებას.
და მოკეთ გაუგებრობა იყო შეუთამაშებელმა მოთამაშეებს შორის, რაც არ არის პრინციპში გასაკვირით, ეხა მოვიდა ჭიჭინაძე, ნახოთ პირველ შერკინება. აბა მნიშვნელოვანია ყოველთვის პირველი შერკინება. ადრე მიწოლა. თავისუფალი ჯარიმით დაინიშნება, მალაღურაძე ახლა შეეცდება ან შორს დაარტყავს, ან მაღალს დაარტყავს. 22-ს გარეთ არის და ბურთი აუცილებლად უნდა დატოვოს მოედანში, რადგან თავისუფალი ჯარიმაა. სწორედ ამიტომ მაღალი დარტყმული საბრძოლოა. აქ ორივე გუნდმა უბრალოდ ბურთს უყურა და აქ კარგი მომენტი აქვს ხვამს. მონიოამ გადაკიდა. კარგი დარტყმულია. შეინახა და არ მინდა და ხვამი დაჯარიმდა უწყინარ სიტუაციაში. კი, აი ზუსტად ეს გავიფიქრე მეც, რომ შეიძლება ჩავარდნილი იყო აქეთ ხარეს ხვამლის მოთამაშე, მაგრამ იქ კონტრაქტის შესაძლებლობა იყო, ასე რომ სწრაფად ბურთის გამოსვლაში ხელი შეუშალა, რა თქმა უნდა, აქეთ ჩავარდნილმა მოთამაშემ და სწორედ ამიტომაც გასცა სოსო ჯაფარიძემ ჯარიმა, იქ რო არ ყოფილიყო კონტრაქტის მცდელობა, ალბათ ჯარიმაც არ იქნებოდა. ასე რომ აი ყველაფერს მნიშვნელობა აქვს თითოეულ ეპიზოდს. ხშირად არის ნუ ეპიზოდები ჩვენ როცა თქვა მოთამაშე როცა ჩადი შენ კარგად ჩადიხარ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიექცევი მას ყურადღება, იქ ჩარჩენილი ხო არის, შენ თორე აზრი იკარგება, შენ კარგ თამაშს პირიქით ჯარიმას აკეთებ. აჩქარებ ჯარიმას, რომელსაც ატარებდა მსაჯი. ბატონო, აქ რა ხდება ცუდი აუტი, დარჩა ხვანს ვარდოსანიძე მიწევს წინ იზოლირებულია, აქ ჩავარდა არმიას მორაგბე და წავიდა ხაზი მალაღურაძეს ძელი პასი. კარგი შეტევა. ბურთზეა ჩასული როგორც ჩანს ხვამლის მოთამაშე, მაგრამ არ არის ეს ყველაფერი სუფთად მისი მხრიდან. გიორგი ჭურაძე გახდათ ეს მორაგბე. ისე მორკინალები მუშაობენ, აქ წავიდა ჰამლეტ დვალი. მარჯვნივ გაიშალა შეტევა ისევ მალაღურაძე, მორკინალები ათამაშა, მარჯვნივ არის მალაღურაძე, შეიძლება კარგი გადაცემა, ჯერჯერობით ხვამლი ცდილობს ათამაშოს თავისი გუნდი, მცირე წინსვლაც აქვს, ნახოთ რამდენად გაგრძელდება ეს წინსვლა. მალაღურაძე მოფლოუდი, დვალი შეუულია წინსვლა, კიდევ ერთი ოფლოუდების სერია, ყიფშიძეა თუ არ ვცდები. წაფი ბურთიც გავიდა. კარგი ხელები. აქ აბა თვითონ შეეტია და ლელო კი ბატონო. შესანიშნავად ითამაშა ხვამმა და ყველაფერი კარგად გააკეთა ლაშა მალაღურაძემაც ძალიან კარგად აათამაშა გუნდი და შემდეგ უკვე ხვამლის მორაგბეებმა გამოიყენეს ეს კი საბა არაგველი გახლავთ, რომელსაც შეცვლილი აქვს იმიჯი, გზელი თქმებით გვახსოვს გასულ სეზონში წელს. ხო, უცებ აგილითი ვერ ვიცანი რა ქვია. ჰაბიტუსით და მით გამიჭირდა აგებულებით ისეა შეცვლილი. აქ განაცხადი ამ შეტევაში იყო ლაშა მალაღურაძის ოფლოუდი დვალზე, რასაც მიყვა შემდეგ ოფლოუდების სერია და აი აქ შეიქმნა უპირატესობა, რაც მე კარგად გამოიყენეს ბაიხოიძემაც კარგად ითამაშა. ხო, ციკლაურიც აღნიშნეთ, რომ არ აგვიანებდა რაკიდან ბურთის გამოტანას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ შეტევაში, რათა წინა ფეხზე ბურთი მაქსიმალურად გამოეყენებინა ხვამს. კი, აქ მე პირველ თამაში წავიყვანე ხვამლის არესთან და იქ საერთოდ შემიძლია ცუდი ამინდიც იყო, მაგრამ საერთოდ ერთი შეტევა არ გაუკეთებია და შემიძლია თქვა თუ ახლა ეს იყო ამ ჩემპიონატში პირველი შეტევა ხვამლის და ძალიან კალამაზი. მალაღურაძე ზუსტია 10-0 სწრაფად დაწინაურდა ხვამლის საკმაოდ კარგი ანგარიშით. ხო, უზუსტესი დარტყმა იყო 10-0 საკმაოდ დამაჯერებლად იგებს ჯერჯერობით ხვამლი არმიასგან. ჯერჯერობით შეტევა არ გვინახავს. როგორც თქვით, ეს მეოთხე მატჩია და ამ თამაშის მერე გაიმართება კიდევ ერთი მატჩი არენა რუსთავში, რუსთავის ხარების მოედანზე, საშინაო არენაზე, ხარები არენაზე.
სადაც 7 საათზე რუსთავი უმასპინძლებს თბილისის ლელოს და ისიც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. იქიდან გამომდინარე ორივე გუნდს პირველ ტურში გამარჯვებები აქვთ და მნიშვნელოვანია საწყის ტურში ქულების მოგროვება, შემდეგ ძალიან იძაბება ხოლმე. და ვფიქრობ, რომ ეს გამოკვეთილი აუთსაიდერი არ ყავს ჯერჯერობით ჩვენს ჩემპიონატს და ყველას ექნება იმის შანსი, რომ იბრძოლოს 6 ეულისთვის. თუმცა იგივე საერთოდ ლიდერებზე როგორც ჩარჩიან გამოიკვეთა 3 გუნდი ბათუმი და 2 ქუთაისის კლუბი წელსაც კარგად გამოიყურებიან. აქ წამოვიდა კარგ შეტევაში არმია, მშვენიერი მიძალება, წაიღო ბურთი კარგად ჭურაძემ. ხაზეც გაიშალა, არის აქ სივრცე. ძალიან კარგი შეტევა. გელაშვილი, ნახუცრიშვილი და შემდეგ უკვე ძალიან არაზუსტი პასი ნახუცრიშვილის შესრულებით და ისევ ხვალმს დარჩა ბურთი, მათი მოკინალები ცდილობენ ახლა კარგ მდგომარეობაში გამოუტანონ ბურთი ლაშა მალაღურაძეს, რომელიც გადავა მეტოქის ნახევარზე, ასეც ხდება. წამოვიდა ხელით არმია, კარგი გამოჭრა, ძალიან გაიარა აქ მაჭარაშვილი კი აქვს მე ამის კარგი მოძრაობები. აი შეიძლება აქ არის რაოდენობა, კარგი პასები თუ გაკეთდა, წავიდა, ძალიან კარგად უტევენ. ბურთი შეუულია თამაში ნახუცრიშვილს. აქ არა, დაიჭრა ბურთი. თევდორაძე, კაციტაძე, რომელმაც დაუტოვა ბურთი თავის გუნდს, ისევ ნახუცრიშვილი, თევდორაძე ათამაშა, მარჯვნივ მაჭარაშვილი, მელს პიტერსი, არც სივრცე იყო და მელს პიტერსიც ჯარიმა, ხო. კონტაქტის არეში დომინანტობაში ვერ გამოირჩევა მელს პიტერსი, ის უფრო ინტელექტუალურად თამაშობს, კარგი პასი აქვს, კარგი ფეხი აქვს, ფინტიც აქვს, ოფლოუდი და აქ მაღალი ბოჭო ან მაღალი გადაყრა ზუსტად ვერ გავიგე სოსოს სიტყვები. ხო, არმიას პირველი კარგი შეტევა ისეთი ააწყვეს ფასები, გააშალეს კიდევაც სანახაობრივად და ეხლა ალბათ აუჩნდა. ანუ თუმცა პიტერსი უთხრამს ამ რთული პოზიციებიდან ხშირად. მაგრამ აუჩიც შვენივრად გადავიდნენ. ხო, იქიდან გამომდინარე რომ 10 ქულა მიიღო არმიამ, გადაწყვიტეს რომ ლელოზე ითამაშონ და მაქსიმალურად შეამცირონ სხვაობა დღევანდელ მატჩში. იაგო გელაძეზე იყო აგდებული ბურთი, მოიგო ორი ხელით. ნახუცრიშვილმა გამოიტანა ბურთი მესხიძე თევდორაძე. კარგი გადაკიდება. და სადაუარდა ბურთი მაჭარაშვილს. ისევ იგივე შეგვიძლია გავიმეოროთ, არ ქონდა ბურთი დაჭერილი და უკვე გონებაში ლელო ქონდა დადებული. აი ბოლოს თითქოს თვალებიც აღარ გააყოლა ბურთს, აი უკვე მოწინააღმდეგეზე ქონდა აქცენტი გაკეთებული სანამ დაიჭერდა, თუმცა ვთქვათ რომ შვენიერი ჩანაფიქრი იყო და კარგი შეტევა იყო არმიას. შესრულებად შვენიერი. გიორგი თევდორაძეს ახასიათებს კრეატიული გადაწყვეტილებები და მოედანზე კარგი გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც შეუძლია შეტევები ლელოთი დაამთავროს. შერკინებაში ჯერჯერობით ესეთი უპირატესობა არცეთ გუნდს არ აქვს, ვნახოთ. სავარაუდოდ წავიდნენ მიწაზე, გამეორდება შერკინება. საკმაოდ მასიური და ესეთი ძიმე პირველხაზელები ყავს ორივე გუნდს. ჰამლეტ დოალი იქით, შათირიშვილი აქეთ. ნახოთ მეორე გადაწყობილი შერკინება როგორ დადგება. ბურთით გახლავთ დავით ციკლაური. ხვამლის 9 ნომერი, ჯერჯერობით დგას შერკინება, შევარდა ბურთი შერკინებაში და ხვამლი
დაძრა ხომ, დაძრა რა თქმა უნდა. ხილოთ ხო ზეა დაჩაგრეს არიან ეხა ეს ძალაური მიწოვა იყო ჩაეშვა მთელი ხო თითქოს ხაზი იდგა არმია და რამოდენიმე წამის მერე ამუშავდა ხომლის შერკინება და გადმოანგრიეს მეტოქე და საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯარიმა აქედან გამოსვლა კარგია ჯარიმით ხო მაგრამ მაინც წნეხში იქნება ახლა ხომლი მართებთ რომ ეს დერეფანი კარგად მოიგონ და შემდეგ უკვე გადაიტანონ თამაში მეტოქის ნახევარს. კარგი ნახტომი სულეიმანაშვილის. გელაშვილი წავიდა გაჭრა აქ არ გაუკეთეს ბოჭვა. ისევ სწრაფია ციკლაური. სწრაფი ბურთი მარჯვნივ ციკლაური დვალი მონახა. კიდევ ერთხელ კარგად წაიღო. ისევ ციკლაური მალაღურაძეზე. კარგი პასი კუტანიძე. ხო თითქოს კარგად ბურთაობენ ხომლის მორაგბეები მონიავა. ჯერჯერობით წინ მიდის ხომლი, ლეჟავა. კი აქ სწორი შეძახილი იყო შერკინებითო ახლა ჭირდება ხომს რომ შერკინა ბურთი წინ წაიღოს. მალაღურაძე ათამაშა ბაიხოძე, აი ეს კიდევ კარგი ეპიზოდი, ყიფშიძე. გასუფთავდა რაკი, უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო იაგო გელაძე და წინ. კარგია, კარგი. თორე საკმაოდ სანახაობრივად კარგი თამაშია. ხო, კარგად ათამაშებს ბურთს ხომლი, მნიშვნელოვანია რომ ფაზიდან ფაზამდე წინსვლა აქვთ და წინა ფეხზე იღებენ ბურთს. ქონდა არმიას წინა ეპიზოდში ბურთის ამოღების საშუალება, მაგრამ თლად კარგად ვერ ჩავიდა იაგო გელაძე და შემდეგ უკვე წინ თამაში ხომლის მხრიდან, თუმცა ჯერჯერობით ვთქვათ რომ 15 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობს და ეს გუნდი ხომლია, ჯერჯერობით არმიას არ გამოსდის არაფერი. მაგრამ ყავს არმიას ისეთი დონის მოთამაშეები, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მოუმატონ. კი, ფაქტობრივად ყველა ისეთია, ვისაც დიდაცი დიდი გამოცდილება აქვს. თუმცა სხვათა შორის კარგი მოთამაშეების დაკარგეს კიდევაც ამ წელს ასე ვთქვათ წავიდა ბარბაკაძე, გამოსაშვილი სესიაში წავიდა? კი, სესიაში საფრანგეთში წავიდა. არაპროდე ორში, უფრო ქვედა დივიზიონში. სამწუხაროდ სესია მე ველოდებოდი სიმართლე გითხრა სერგო სესიაშვილს რომ მე დროს მიცემდნენ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე. იყო ეს ბიჭი მსოფლიო ჩემპიონატზე, უბრალოდ არ ქონდა იმდენი დრო, რამდენსაც ვფიქრობ რომ ხო, ზოგადად რა თქმა უნდა, ხას ძალიან გაუჭირდა ჩვენ ხას. 20 მსოფლიო ჩემპიონატზე ნახოთ, მე ვიტყოდი რომ თუნდაც არ არის ცუდი ვარიანტი, თუნდაც ნაციონალში წასვლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართული მორაგბე სწორედ მაქედან აქვს გაკვლიეული გზა ბზევით. ასე რომ რატომაც არა, უცხო ქვეყანა, იქ მეტი мотиваცია, მეტი ის არის, ნახოთ როგორ გამოიჩენს და საინტერესო მორაგბეა ნამდვილად. აქ დაუბრუნდეთ თამაშს, უკვე მოასწვის საჯაია აუც. გელაძეზე აგდებული ბურთი გაჭირვებით მოიგო თითქოს ხომ არმია, მაგრამ საბოლოოდ ხომს დარჩა და აი აქ ხომლი რა თქმა უნდა უკეთ უნდა გავფრთხილებოდა ბურთს მარტივი ბურთი დაკარგეს ძალიან. ანუ თან 2-3 ეპიზოდში იყვნენ არადამაჯერებლები, ყველას აუთამაშდა ბურთი, არ იყო რთული ეპიზოდი. საჯიშ ნიშანი ვერ გაიგო კარგად ჭურამძემ და ცოტათი დაძაბულობა მოყვა მოედანზე, მაგრამ მარტივად განიმუხტა ძალიან. მორიგი შერკინება, მაგრამ ეხლა უკვე შერკინებაში ნახუცრიშვილი შეაგდებს, ასე ვთქვათ რომ კოტე იაშვილი არის 9 ნომრის პოზიციაზე არმიაში და კარგად შემოდის ხოლმე და საინტერესო იქნება დღეს როგორ გაამწვავებს ის არმიას თამაშს. ასევე ჯაში და ხარჩილაძე არიან მარკაბაში.
ხო, მცირე შესვენება ჭურაძეს პატარა დახმარება აღმოუჩინეს და ახლა უკვე დადგება, შეკინება. საბად გავიდა ბურთი, ხაზზე გაიშალა ჭიჭინაძე, გრძელი პასი, მაჭარაშვილი გადაიკიდა. დაიჭირა მალაღურაძემ და არტყა ფეხით და საბოლოო ჯამში არ გადავიდა და წამოვა ხა. თამაშგარეშია მთელი ხვამლი, დაწია სოსო ჯაფარიძემ ხელი. ნახუთრეშვილი მარჯვნივ საჯაიაზე თავად წავიდა საჯაია. კი, კარგი გადაკიდება გამოვიდა მაჭარაშვილს. ვერ გადავიდა აუტში მალაღურაძე და მთელი გუნდი ჩარჩა თამაშგარეში. ხო, კარგი პოზიციაა კარში დასარტყმელათაც, თქვათ ის რომ წინა შემთხვევაში შეეძლოთ მათ კარში დარტყმა და აუტი არ რჩიეს და ახლაც იგივე დილემის წინაშე იდგნენ და საბოლოო ჯამში კარში დარტყმა გადაწყვიტეს. სწორი გადაწყვეტილება, ჭირდებათ რაღაც ქულები. იქიდან გამომდინარე რომ არმია დღეს ხშირად იქნება მეტოქის ნახევარზე, თუ მათი ყოფნა სამი ქულით დაასრულებენ მეტოქის ნახევრიდან გამოსვლას, რა თქმა უნდა, ძალიან მალე წამოეწევიან კიდევაც ანგარიშში. სწორედ ამიტომ ნახოთ თევდორაძის დარტყმული როგორი იქნება. კარგი დაპირისპირება თევდორაძესა და მალაღურაძეს შორის, ორივე ძალიან კარგი 10 ნომერია. ზუსტია 10-3. ხო, დაახლოებით 20 წუთი პირველი ტაიმის დასრულებამდე მშვენიერი დარტყმული. მოიგო ხვალმა ვარდოსანიძე. წავიდა მოიგო მანძილი. მარცხნივ სწრაფი ბურთი, ცუდი პასი იფშიძე. მესხიძე ჩადიოდა ბურთზე, თუმცა გაასუფთავეს კარგად, კარგი ბოჭვა იაგო გელაძისგან. ციკლაური მალაღურაძე იქვე შეიყვანა გელაშვილი. ძალიან ბევრი მცდელობა ჰქონდა არმიას ბურთის ამოღების და საბოლოოდ მაინც ამოიღო ჭურაძემ. კარგად იყო ბურთზე ჩასული, დაასწრო გადამყრელს და სოსო ჯაფარიძე იქვე იყო, ამიტომ ძალიან მარტივად გასცა ეს ჯარიმა. ძლიერი დარტყმა თევდორაძის, რომელიც გადავიდა. მაგან მეორებით ვნახოთ ეს მომენტი. კი, აი, ვერ მოასწრეს გადაყრა. თუმცა ხშირად რა თქმა უნდა, ხშირად გადაყრეს, მაგრამ ხშირად უფრო მეტად მაინც პასუხისმგებლობა ყოველწარი ბურთის წამღებზე ისე უნდა სწორი მომენტი შეარჩიოს წაღების არჩი მაქსიმალურად ფეხზე დიდხანს არჩიოს რომ მარტივად ეს ვთქვათ მიწაზე არ დაენარცხოს. თან ბურთის პრეზენტაცია ამ დროს მნიშვნელოვანი შეგიძლია ისე გადმოდო შემხარეს რომ ფიზიკურად კარგი ბოჭვაა და ძალიან მაგარი ეპიზოდი. ფიზიკურად ვეღარ მიწვდეს მონადირე, აი ძალიან ხშირად მინახავს ასეთი მომენტები, აბა აქ ნახოთ. მაგარი ბოჭვა იყო ძალიან. ყვაბზირიძე გუნდის კაპიტანი ხვამლის და მორიგი შერკინება. ხო, გამოიკვეთა ის რომ ხვამლი უკეთესი იყო შერკინებებში.
და სავარაუდოდ ხვამლი დატოვებს კიდევაც ბურთს შერკინებაში და ეცდება ჯარიმა მოიპოვოს თუ მიაწვა. კი, ასეც ხდება. რაღაც ძალიან მარტივად აწვება ხვამლი არმიას. ხო, ანუ ეს არ არის ჯარიმები, როცა ხანდახან ხშირად აქში ვხედავთ ამას, რომ არის თანაბარი უბრალოდ ვარდებოდი გუნდი და ლატრიასავით თქვენ საჯები და აი ხა ამ შემთხვევაში ხვამლი პირდაპირ გაგებით დომინირებს, აი 100%-იანი მიწონებით ჩაგრავს მიწონით მეტოქეს. სოსაც საფიქრალი არა, როგორ გასცეს და ვის მხარეს გასცეს ჯარიმა იმდენად მართელია. ხო, მალაღურაძის დარტყმული საკმაოდ კარგი გამოდგა, გადავიდა მეტოქის ნახევარზე დაახლოებით 22 მეტრსა და 10 მეტრიან წვეტილხას შორის იქნება სტუმრების დერეფანი. შვენიერი აუტი. კარგი იყო ბაიხოძე, მოლი, აკონტროლებს კურტანიძე, აქ ვარდოსანიძემ უნდა გავიდეს ბურთი. გადავიდა თამაში რაკში, ციკლაური და მოკინალები იმუშავებენ ახლა. კარგი პასი, აი ესა კარგი მოკინალების ბურთაობა და ჩავიდა კიდევ ერთხელ გადაყრა. ნახუცრიშვილი ამოიღო, ხო, ცხანონმა ოჩახ. ხო, ნახუცრიშვილი არის საკმაოდ მრავალფეროვანი მორაგბე. ხო, ნუ არმიოსთვის ხანომერიცაა 15-იც, 10-იც, მეგონცველიც არის ყველაფერი. კაპიტანიც და ამომღებიც ბურთის და ყველაფერია ნახდათ. აი აქ კარგად ითამაშა ძალიან. და დადგა, მე ვერ გადააგდეს ყოჩახ. რაღაცა უნდა შეცვალოს არმიამ ტექნიკურად, თორე იგრძნობა რომ აქვთ მათ, რა თქმა უნდა, შეტევაში პოტენციალი, უბრალოდ რაღაცას ვერ აკეთებენ სწორად ჯერჯერობით. ხო, ნუ ხვალს რა თქმა უნდა აწყობს ასეთი თამაში, გადადის მეტოქის ნახევარს და იქ შეიძლება დაჯარიმდეს და შემდეგ ისევ ბურთი მათ რჩება და ისევ მეტოქის ნახევარზე გადადიან, ასე რომ შესაძლებელი ახლა თუ ვინმეს აქვს თამაში შესაძლებელი არმიას. ჭურაძის მიძალება გასუფთავდა რაკი. და ჯარიმა მარტივ შეცვალა დაუშვა ხვამმა. კი, რაკში ხელი. განზრახვასაც მიუხვდა იოსებ ჯაფარიძე ხვამლის მორაგბეს და მელს პიტერსი. კი, იოსებ ჯაფარიძე ჩვენი ახალგაზრდა საჯი ასევე კომენტატორი. სხვათა შორის მარტო საჯიში კი არა, ხვამლის რატი ურუშაძე, გარდა იმისა, რომ ვეტერანი ბორჯალოსანია, ჩვენთან ერთად ხშირად მიყავდა ხოლმე თამაშები. და წელს უკვე დაწინაურდა, ეს ვთქვათ, იყო ის ხვამში დიდი ხანი ხვამშია და უკვე თავი გუნდის წველი გახდა. პიტერსი ურტყავს შოიდან სხვათა შორის, ასე რომ ამ შოიდან დარტყმა უკვე პიტერსმა გადაიბარა. ხო, დღეს პიტერსი არ არის დატვირთული, დასვენებულია და წესით მას არ უნდა გაუჭირდეს აქედან გატანა, ნუ მანძილი უნდა ეყოს როგორც მინიმუმ. მანძილი ეყო. გატანაც არ გაუჭირდა. კი ბატონო. როგორც ჩანს, წაიგითე წიას აიცოდი, ისე დარწმუნდი თქვი, თან საკუთარი ნახევიდან მოყარდა, ურტყავდა, გამიკვირდა მეთქი. ისე თავდაჯერებული. ასეთ შემთხვევაში ძირითადი არის ხოლმე მაინც რომ მიაწვდინო, თან ჩანს ეხა რომ ქარი არ არის ნოცობიძეზე. ნუ ყველა მთლიან დამოკიდებული იყო მის ოსტატობაზე და შეასრულა, რა თქმა უნდა. კი, ოსტატობა ნახდათ აქვს ეთყობა ამ თამაშს. ნომერმა არმიას. კარგი უნარები, აქ კიდევ ერთი კარგი შეყვანაა და მოიგო ხვამმა. არა. ხო, ნუ აი საინტერესო იყო იწვალა არმიამ, მოიპოვა ჯარიმა პიტერსმა, დაარტყა თავის ნახევარს. აქ შეიძლება გამოშლა.
ბაიხოძე აიყვანა კაცი კუტანიძე წინ იყო მე მგონი ჯარიმა იყო ხო და კი ჯარიმის უპირატესობა ხო და დავასრულებ არმიამ გაიტანა ბურთი თავისი ნახევრიდან 3 ქულა მოიპოვა განახლებაზე კი ძალიან მარტივი შეცდომა დაუშვეს არმიელებმა და მისცეს შანსი ხვალმს რომ ისევ აღადგინოს 7 ქულიანი უპირატესობა კი რა თქმა უნდა დასატყამი ჯარიმა ეთნიშნულად ну ზოგადად საერთოდ როცა აი გაშმალღურცეს ну სადაც თამაშობს ყოჩებში იყო აქამდე ბავშვი ახალგაზრდობაში ახალგაზრდობაში ყოჩებში იყო და მე დაბრუნდა ლეგიონერობიდან მე მგონი ყოჩებს გარდა არც თამაშია სხვაგან ხო არ მახსენდება და დიდი ალბათობა ყოველთვის 50-50 სიტუაციებშიც კი კარებში ურტყამს ვაშა სახასიათებს მას და ეხ მithumetes ამ პოზიციიდან ამაგარიშზე თან მიყავს ხომს თამაში როგორც ანგარიშით ასევე მოედანზეც დომინანტები სწორედ ხომლის მორაგბეები არიან და რატომაც არა 7 ქულამდე გაზდის ახლა ლაშა მალაღურაძე შეეცდება გაზარდოს უკვე მე რამდენად ხდება თამაში იწყებს მალაღურაძე მაღალი დარტყმით და არ არიან მზად არმიას მორაგბეები ბურთზე სათამაშოდ და ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება ბლოკის ცოტა წინ გამოწევა შეიძლება მოთამაშის დაზღვევა შეიძლება რაღაცის მოფიქრება პირველი დაკიდებულ ბურთზე სწორად თამაშისას უკვე მეორედ შეცდნენ არმიელები აღდგა 7 ქულიანი სხვაობა ამასობაში უკვე პირველ ტაიმში შედის დასვნის ფაზაში პიტერსი განაახლებს. ნახოთ აბა პიტერსი როგორ შეიყვანს. კარგად დაკიდა მანაც საბრძოლოა. გივენაირად. ხო, და აი მაჭარაშვილი. როგორი შემოაგდო, როგორი ბურთი შემოაგდო მაჭარაშვილმა, მაგრამ გაუმართლა ახლა არმიას, რო წინ თამაში დაფიქსირდა ხამლის ხუთი. მაინც გადის წლები, მაგრამ აი პირველ დაკიდებულ ბურთზე თამაში მაინც პრობლემაა. იმიტომ რომ ეს არის თული კომპონენტია ძალიან ეს არის მოიხსოვს რუტინულ შრომას, დამუშავებას და ისეთი ამის დამუშავება არ არის თქო სახალისო ვარჯიში არ არის. და პლუს გარდა ამისა გირდება რაც თავარია და რისი დეფიციტიც არის შესაბამისი აგებულების და უნარების ტექნიკური უნარების მქონე მოთამაშეები რომლებიც ამ გზობენ ადგილს გზნობენ სად როგორ ვახტენ ხო აი ეს გზნობა არის ყველაზე მთავარი ეს დეფიციტი ახლა არ ვყავს ჩვენ 2 მეტრიანი მოთამაშეების დეფიციტი ვყავს სტომელების ეს ზოგადად 7 კაცას რესტარტში 7 კაცაში რესტარტი პირველი შოვანია და იქაც პრობლემა გვაქვს რესტარტის ანუ ესეთი რაღაცები რთულია ეს ჰაერში თამაში რაგბში არის ერთ-ერთი რთულესი კომპონენტი და როგორც წესი ახლა რო გადავხედოთ ხაერში თამაშობენ კარგად მარტო ეს ტოპ ნაკრებები და ტოპ გუნდები რა საშუალო გუნდებს უჭირთ ძალიან გუშინ ჰაერი ვინც მოიგო იმან მოიგო თამაში როგორც არგენტინა ავსტრალიაში ასევე ზელანდია აფრიკაში რა თქმა უნდა ესეთი დაკვირვება იმიტომ რომ იმდენად რთული კომპონენტია შენ თუ ჰაერში კარგად თამაშობ დიდი ალბათობით სხვა უნარებიც კარგი გაქვს როგორც ფეხს თუ კარგად უთხრამ ესე იგი ისეც კარგი იქნება კარგი გუნდი ხარ ხო გელაშვილი კარგი ამოგდება ძალიან გუნდის კაპიტან კვაბზირიძეზე და კარგია აქ კუტანიძე შეწყდა არის მიყოლა ციკლაური არა უნდა გაატანოს მაღალი ბოჭვა ციკლაური კარგი ბურთი აიღო კვაბზირიძემ მალაღურაძე დაიჭირა კაკაურიძემ გაიქცა არა უნდა ითამაშო ნახე ხო ეგ არაფერი არ იყო რა თქმა უნდა თავის კენ ჩაარტყა ბურცხელი და 5 მეტრიანი შერკინება ხვალის იქნება თუ არა ეს ლანგრით მირთმეული ნახო და 7 ქულა თუ დაიცავს თავს არმია
კაკაურიძის ბურთით ყოფნა არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო, ძალიან აქტიურია ეს ბიჭი. კი, სხვადასხვა აი პირველ ტურში არის თან კარგად დაიწყო ძალიან და მე ტრავმა მიიღო უბრალოდ და პირველ ტაიმში და გამოცვალეს, თორე იქაც ესეთი დასამახსოვრებელი მორაგბია. ნამდვილად უბრალოდ აი ახალგაზრდა ნაკრები მე მახსოვს ის 18 წამდე 7 კაც ნაკრებიდან იქ ძალიან კარგი იყო და მე რაღაც პერიოდი გაქრას თითქოს არ ჩანდა და ნუ ახ ბოლო წელია გამოჩნდა ისევ სხვათ და უკვე კარგი ათამაშებულია ესე. ხო, თუ ბურთი აქვს, არის ძალიან სახიფათო, რამოდენიმე სწრაფია, ძალიან მოძრავია და რამოდენიმე მოწინააღმდეგის ჩამოშოება მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ან წავებს მარტივად თამაშს, შეგვიძლია ვთქვათ. პატარა წყლის შესვენებასავით გამოგვივიდა პირველ ტაიმში. მოდი ჩვენ უთხრათ გულშემატკივრებს განვლილ თამაშებზე. ტური დაიწყო პარასკევს ბათუმი არენაზე, სადაც ბათუმმა უმასპინძლა გორს და პრობლემების გარეშე 32-20 დაამარცხა. საკმაოდ დომინანტური იყო ბათუმი იმ თამაში. შემდეგ გაიმართა აია ყაზბეგი და აიამ შანსი არ დაუტოვა სტეფან წმინდელებს 41-12 დაამარცხეს ქუთაისელებმა მეტოქე. გუშინ ასევე გაიმართა ბოლო თამაში რიგით მესამე ავჭალის სარაგბო სტადიონზე, სადაც წიქარამ მიიღო ქუთაისური არესი და ქუთაისელები შესანიშნავები იყვნენ უბრალოდ. ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ, ყველაფერი გამოსდიოდა გუშინ არეს და ანგარიშიც აისახა 41-7 დაამარცხა წიქარა. დღეს კი 13-6 იგებს. ხოლმე ამ თამაშის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი თამაში გვექნება, სადაც ხარები არენაზე რუსთავის ხარები უმასპინძლებს თბილისის ლელოს. ნახოთ, კარგი მომენტი აქვს ხოლმე და იმიტომ აღსანიშნავია რომ დომინირებენ მიწოვაში და გარდა ამისა ძალიან კარგი ასეთ მომენტებში კურტანიცი, ძალიან ალღოიანია. გაიტანოს, აი მოეხსნა. კარგი წაღება და ლელო, აი კი ბატონო, აი ამაში ამ კომპონენტში კურტანიძე საუკეთესოა დიდაჩი წინვალე უბრალოდ ხუთმეტ ამ შეკინებიდან სასწაული ალღო აქვს. ხო, ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური ფიზიკურად და ალღოც აქვს. ფიზიკურად შევასხვებიც არიან, მაგრამ აი ეს გზნობა აქვს, ოდის მოეხსნა საცა იყოს. ხო, აი ორი კურტანიძე როცა ყავთ ხოლმე ერთ-ერთი ესე არ ბევენ მეტოქეს ძალიან მარტივად და აი აქაც სამ მეტოქეზე მივიდა და ვერც ერთმა ვერ მოახერხა მისი შეჩერება. იმდენად კარგ ფორმაშია და იმდენად ძლიერია. კი. გიორგი კურტანიძე. აი ესეთი აგებულება აქვს, ან მსგავსი აგებულება აქვს, სხვადასხვა აი ტონგელებს და სამუელებს, აი რაღაც ის სხვილი და ფიზიკურად ხო აი რაღაც მე მასე შეგრძნება მაქვს, რომ ჩემთვის რაღაც თითქოს მას უფრო დიდად სათქმა უნდა არ ვაკნინეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ის უფრო მაღალი დონის შეფერჩება თამაშობდეს. ქუთაისელი მორაგბია იყო ყოჩებში. არა, მე მგონი იუნკერებში არის, ხო? არა, ქუთაისელი მე მგონი არ არის. ხო, მე მგონი იუნკერებიდან გადავიდა აიაში იყო ერთი წელი. მე მგონი იუნკერებში მახსოვს. მე მახსოვს რომ ყოჩებში იყო რამდენიმე ერთი წელი იყო თუ არ ვცდები, კარგად ითამაშა. მე მგონი იუნკერების აღზრდილი ესე მახსოვს. ხო, გადავამოწმებ ამას, მაინც ვიკითხავ. აი ეს კარგი ნახტომი იყო, აი ასე ჩვენ საუბრობდით, ესეთი ნახტომი. კარგია, კარგი შეტევა გელაშვილი კიდევ ერთხელ გარბის ბურთით. უნდა წავიდეს უბრალოდ ახლა მიწაზე არ უნდა გაუჭედონ და მოლიო დაიძახა. არ გადმოდო კარგი. მაგრამ ჩანს ბურთი ციკლაური ვალაღურაძე და კარგად გაშალეს, თუმცა ეს პასი არ იყო ზუსტი. არაგველი. ჭიჭინაძე ეხა დავინახე პირველად. არ მიუღია ბურთს საერთოდ. ცუდი პასების სერია, ვალაღურაძეშია. ალბათ ფეხით უნდა გავიდნენ უკვე აზრი აღარ აქვს ბურთაობას, არეულები არიან ძალიან. ყოლა უფრო კუთხიდან უნდათ დარტყმა. სავარაუდოდ თავად ციკლაური გავა. აქ თხილად გამართული ცოტა გამართული ხوار იყო, არა? პიტერსი უტყამს. და აყიფშიძეს აქვს კარგი მომენტია, კაკაურიძე მიყვება.
ფეხის საკმა გადაწყვიტა, მგონი ასე თუ ისე კარგად. ცუდი დარტყმული იყო. პიტერსის დარტყმული ზურგში და შესანიშნავი გამოუვიდა. შესანიშნავი დარტყმა გამოუვიდა მელს პიტერს. კი ალბათ იქ ხო უფრო შეეძლო ეს აქტიურად წამოღება, კი, იმიტომ რომ ცუდი დარტყმული იყო მასზე და სივრცე ქონდა, ხო, როგორც მინიმუმ უფრო წინ შეეძლო ამოსულიყო და მერე დაერტყა მაღალი ბურთი. თან ეს არ იყო ის სიტუაცია, როდესაც მაღალ სისწრაფეზე გარბი ხარ, აბრაგანის დაწევა რთულიც არის. ანუ არ არის ეფექტური აბრაგანის დარტყმა მაღალ სისწრაფეზე. აბრაგანი არის უფრო დამდგარი დარტყმულია. აქ ისევ კიდევ ერთხელ გელაშვილი, ნუ ზავროს ეს ბიჭი კონტაქტებში და აქ სულეიმანაშვილი მიიწევს კუტანიძე და დააგდებინეს. დაიტოვა ბურთი არმიამ, მარცხნივ სწრაფად გაშალეს საჯაია მელს პიტერსი, მაჭარაშვილი ორკაძე მივიდა, გასუფთავდა რაკი ჯარი. ხო, მიწის მოთამაშე იყო როგორც ჩანს კვაბზირიძე. ხო, ამასობაში დარჩა 3 წუთი და არმიასთვის კარგი იქნება თუ რაღაც ქულებს აიღებენ ტაიმის ბოლოს თუნდაც ჯარი მას, იმიტომ რომ ჩამორჩენყვი 14 ქულა არ არის პატარა. ძალიან ცუდი დარტყმული არმიელების მხრიდან და იქნება დარტყმის ადგილას შერკინება. ხო, აქ შეგვიწორეს 1 წუთიო, ნახოთ სწორია, შეიძლება ის ინფორმაციას იცლება და ჩვენ არ ვცდებით. ანუ ოქმის დროზე 37 წუთია. შერკინება, ნახოთ, მე ვიტყოდი ეს კარგი პოზიციაა, შეუძლია ხო ამ შეტევაზე ფიქრი ნამდვილად. და დაძრა. გაწევს ახლა მალესოს ჯაფარიძე ხელს და უნდა ითამაშოს ხოლმე. ცუდად მიიღო მალაღურაძემ, არაგველი ნახოთ აბა აქ რას მოხერხებს, ყოჩა წაიღო, გაიარა 1-15 მეტრი კიდე დგას ფეხზე. მარჯვნივ გაიშალა შეტევა. ყიფშიძე ფთაზე კაკაურიძე საფათოა დაფინტა და ლევოიშობა. შესანიშნავია ხვამლი ამ ეპიზოდში და კერძოდ კი კაკაურიძე, თუმცა არ დავივიწყოთ ის რომ არაგველმა დაიწყო შეტევა, ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ გიორგი თევდორაძემ გააფუჭა ბურთი რომელიც უნდა გადაეტანა კიდეზე, ხოლო შემდეგ შერკინება, ჯარიმის უპირატესობა და ძალიან ლამაზად ხელდახელ შეტევა, ლელო დაასრულა კაკაურიძემ ლამაზი მომენტით. ეს კი მალაღურაძის გადაკიდება, ყიფშიძის მოგებული ბურთი, ასე და კაკაურიძემ არ იყო წუთში დაჩაგრა აქ. ხო, პიტერსის რა თქმა უნდა ხა ბოჭო არ არის მისი ძლიერი მხარე ნამდვილად და დაჩაგრა კაკაურიძე. ხო, არმია დღეს არმიას კი, წამხდა რაღაცა, აი ხასიათი როგორ იქნება, თავიდანვე რაღაცა. თან აი არც და ვერც მოძრაობენ მოედანზე იმდენს, ეხლაც მაგალითად ძალიან გაუჭირდათ მარცხენა ფრთაზე გადაწყობა იმდენად ერთი მარტივი შეტევით უკვე დიდ უპირატესობას აკეთებს ხვამლი, ასე რომ ძელი 25-ით 6 დავისვენოთ 10-12 წუთი. დროებით.
გიბრუნდების უბრალოდ გულშემატკივრებო ნუცუბიძის პლატოდან ხო არმია მას მიდოს ხო ამ სტაპიოლ ტაიმში მოგხმარული ძალიან დიდი ანგარიში თქო ნუ დიდი ანგარიში თქო იმ კონტექსტში რომ თითქოს თანაბარი იყო თამაშის დაწყებამდე შანსები ხო ამ ფონზე 25-6 რა თქმა უნდა დიდი ანგარიშია ხო კი დამაჯერებლად ლიდერობს დღევანდელ თამაში ხვამლი მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუღუტოვეს ქულების აღების ორი შორეული დარტყმის შემდეგ აი მოაგროვა არმია 6 ქულა ნახოთ მეორე ტაიმში როგორ გაგრძელდება თამაში ნუ ყველა კომპონენტში უპირატესობა ხვამს ჰქონდა განსაკუთრებით შერკინებაში აჯობა და ჯარიმით წამოიღო თითქმის ყველა შერკინება ხვამმა აი ახლა კი კარგად ითამაშეს არმიელებმა დერეფანში ცუდი პასი თუმცა ბუთი შეინარჩუნეს მარტინ გაიშალა შეტევა ჯიჯანძე იყო ხო კი კარგი პასი და წავიდა წინ ხო შათირიშვილი მოდიოდა მაღალ სისწრაფელში რომელსაც გელაშვილი დახვდა გელაშვილს კარგი მატჩი აქვს დღეს ხვამლის მეორე ხაზელს კი აქტიურია ძალიან და აქტიურობის გარდა მიაქვს ხუთი წინ რაც ევალება მაგან მეორებით ნახოთ კარგად ამოწია გელაშვილმა ხაზი და რა თქმა უნდა ამ წნეხმა თავისი როლი ითამაშა შათირიშვილის წინ გავარდნილ ბურთზე ციკლაური, რომელიც სხვადასხვა კარგი იყო პირველ ტაიმში, ნუ სწრაფად ათამაშებდა გუნდს. და მალაღურაძე გადის შორი დარტყმით დაბალი ტრაექტორიით და არტყა კარგადაც, აქ ცუდად დახვდა პიტერსი, თუმცა გადარჩა ვარდნას. თავადაც საკმაოდ ძლიერად დაარტყა, კარგი მომენტი ყიფშიძის მხრიდან, ისევ მალაღურაძე კარგი დარტყმული, ნახუცრიშვილი. თუმცა აქ ხომ დააგვიანა ამოსვლა და წამოვიდა ნახუცრიშვილი. გამართული მივიდა. აქ აუჭირდება უკვე ბატონო. აი ნახუცრიშვილისგან ველოდებოდი რომ მარცხნივ წამოვიდო და ბოლო მომენტში და პირდაპირ კაცზე მივიდა ასე დროს რა თქმა უნდა. მაღალია იმის ალბათობა რომ ზემოდან დაგიჭირონ გადავიდეს თამაში რაკში და ეს წესი ძალიან მომწონს როდესაც მოლში ჩაიხურება ბურთი შერკინებით აღარ გრძელდება ხო ბალაგურა აქ გამიკვირდა რომ არა ხომ შეეძლო აღება შერკინების მაგრამ არა იღეს ნახტება ეს შეიძლება არ არის არტყმა ესე პირდაპირ აქ საინტერესო ეპიზოდი ბურთი ხომისაი და ლელო ბაიხოძე ეს საინტერესო მომენტია არა პირდაპირ ჩაითვლებოდა ეს საინტერესო საჯებს მე რო გითხოთ პირდაპირ დაარტყა არეკნი თავისუფალიდან ხან თავისუფალიდან რო გათამაშებით არეკნით გათამაშებით ანუ კი არ მიარტყა ფეხიდან მე კი არ დაარტყა პირდაპირ და ან პირდაპირ კარებში დაარტყა ხო და იცლება თუ არა ხო მაინტერესებს რო გასულიყო თუ ჩაითვლებოდა თორე რა თქმა უნდა ესე დარტყმა შეეძლო და მე შეიძლება გაგრძელდეს თამაში მაგრამ აი რო გასულიყო თუ ჩაითვლებოდა ეგ მაინტერესებს და დარტყმა შეიძლება ანუ დარტყმა რატო შეიძლება რამშოა ფეხი დაარტყი რამშოა მე კარის მოხდა თუ ისა მე უბრალოდ ფეხი დავარტყი არა არეკნით უნდა დაარტყა თუ პირდაპირ ხელიდან უნდა დაარტყა პირდა ხო და არეკნით არ დაარტყა და ორიდან რო გამოდიხარ თუ არეკნით არ გამოხვალ აი ნახოთ აი პირდაპირ ხო და მე მგონი ის არეკნით არ უტყამ თავისუფალს ისე უტყამენ პირდაპირ ხო არეკნით მომეც აი ხო ეს საინტერესო დეტალია პირველ ნახე ეს დღეს და იმიტომ მე უცხოა რომ აი უბრალოდ არ მინახავს ესეთი რამე რომ თავისუფალიდან მინდეს დაერტყა კარებში ხო აი როცა 22-ს დაგინიშნავენ და თუ არეკნით არ გამოხვალ და პირდაპირ გამოხვალ ეგ ხო არ შეიძლება და მეტოქეს გადაეცემა მაგ დროს 22-დან უთქვამენ ესე დამიცინა ხო ანუ ალბათ შეიძლება მაგრამ თუ ჩაითვლებოდა ეგ მაინტერესებს პირველ რიგში ხო, ნუ ყველაფერს დავიდავნებო, თუ საერთოდ ნუ არმია გამოყოთ ეს აუცილებლად თქვათ, რომ ძალიან ცუდად ითამაშა არმია, იქ კატასტროფა ხდებოდა 22-ში და მივიდა იქ ბაიხოძე და დაამიწა ბურთი.
ხო, აქ რა ხდება, ხვამლის იქნება მოიპოვა რესტარტი არმიამ, მაგრამ ვერ გამოიყენა ეს ვერაფერში, ისე ხვამლის აუტით განახდება თამაში. ხო, ეხლა საკმაოდ კომპეტენტურმა ჩვენმა კოლეგამ ლუკა კიოსანიამ გითხრა, რომ გასულიყო არ ჩაითვლებოდა, თუმცა არ ეკნით გათამაშების უფლება აქვს. აქვს, კი ბატონო, ხო. მოთამაშეს, მადლობა. მადლობა ლუკას. ხო, მე რა ვიცი, ძალიან დიდი ხანია. აქვს უყურე და პირველად ნახე, სიმართლე გითხრა ეგეთი რაღაც. ხო, მოხდა ბურთი ძელს და მოყვა ლელო. საინტერესო იყო ნამდვილად. ხო, ჩვენ უფრო მომენტით გავერთეთ იქ აქცენტი იმ ლელოზე ვეღარ გავაკეთეთ იმდენი. ხო, იმიტომ რომ აქ მომენტით, იმიტომ რომ და გავგოს გულშემატკივრებმა თამაში ისე მიდის, რომ არ ჩანს არმია ამ თამაშის დამტრიალებელი. ოთხი ლელო აქვს ხვამს და კომფორტ ზონაში არიან უკვე რა თქმა უნდა ისინი ამ თამაში უკვე იფიქრებენ აუცილებლად ბონუსით მოგებაზე და მხოლოდ ამით იქნება მიმაყოფილები ისე წავიდა ეს მატჩი. იაგო გელაძეზე აგდებული ბურთი ორი ხელით იგებს არმიას მესამე ხაზელი კონტაქტში. ხო, ძალიან კარგად გასხვამნი დაცვაშიც. ხედავთ ზევით იჭერენ წინა ფეხზე უპირატესობის ხაზს ვერ ლახავს არმია და კი ვერ იგებენ მან დროს. ხო, აი კონტაქტებშიც ძალიან ჩაგრება მასპინძელი გუნდი. დაუფარეს აქ დამტკმელს, თუმცა დარჩა ბურთი არმიას. ისევ ნახუცრიშვილი სიღრმეში ამასობაში ჯაში შემოსულა სავარაუდოდ გიორგი თევდორაძის მაგივრად. კი, წინ თამაში იყო დაუვარდა ნამდვილად. ხო, ნუ იგრძნობოდა ამ შეტევისგან არაფერი საფრთხე არ მოელოდა ხვამს და შეკინება. ხო, საფრთხე დიოლია, მაგრამ იქნებ რამენერად მოახერხოს არმიას მოკინალმა ვიღო წაღება კი დაუვარდა ბურთი. და თუ არ როგორც თქვა წული ამაში ამ შეცდომაში დააგდებინა ბურთი არმიას მორაგბეში. კიდევ ერთი შერკინება, რომელშიც სრულად დომინანტია ხვამლი აბსოლუტურად ყველა. თან ისე ემთხვევა, რომ აი მარტო ისიც აღსანიშნავია, რომ შერკინებების აბსოლუტური უმეტესობა ხვამლის არის, ესე იგი, ნუ ძალიან ბევრი უვარდება არმიას. სულად შეაგდეს და არა, ცუდი პოზიცია გაათამაშა. არა, გრძელდება და აბა ნახოთ არის სივრცე ჭიჭინაძეს, ხარტია, წამოვიდა პიტერსი. წავიდა ყიფშიძეზე, ბურთის პრეზენტაცია კარგი იყო ამ შემთხვევაში, ისევ არმიელებს დარჩათ, თუმცა ნუ დაცვაში ბაიხოიძისა და კუტანიძის თამაში შესანიშნავი იყო უბრალოდ. კარგი პასი ჭრაზე და დააგდო ბურთი სამწუხაროდ. აი, კარგი შეტევა გამოსულიყო, ფეხით დაარტყა ყიფშიძემ, ძალიან კარგად დაარტყა თან მაჭარაშვილი. ხო, აქ უკვე 7 კაცსავით თამაშობს. მესხიძე ბურთით მონიოვა ჩადიოდა, თუმცა გაასუფთავეს რაკი ჯაში, მარცხნივ გაიშალა იაგო გელაძე, კარგი იყო ძალიან. არმიას მესამე ხაზელი. ო, ჯარიმა. ნახოთ, ისევ ნახუცრიშვილი ჯაში, სიღრმეში გადაწოდებული პასი, მესხიძე. აი, შეიძლება გძელი პასი და თუ გავიდე გელაშვილს არ იყო კარგი პასი. თუმცა იქ ჯარიმის უპირატესობა დაბრუნდება.
ხო, კარგია, ცოტა თითქოს გაბრაზდა არმიას გვინდა თქო ყველას რომ არ არის სასეონო როცა ეს გუნდს ყურები ჩამოყრილი აქვს ბოლომდე, ახოთ იმედი რაღაცას თან თუ შემოგთავაზა. არ დაღალა მეტოქე არმიამ, ხვალს აქვს ძალიან ბევრი ენერგია შემონახული პირველ ტაიმიდან ისინი დადებიცვლაზე იყვნენ, სულ ისინი უტევდნენ, ბურთით სულ ისინი იყვნენ, ასე რომ ცოტა ხანი დაცვაში უნდა ამყოფოს ახლა არმიამ ხვალმლი, თუ უნდა რომ ეს წნეხი გაიზარდოს და უფრო მეტი ქულები მოიპოვოს, სხვაგვარად ძალიან რთული იქნება. შევიდა არმია 22-ში. გელაშვილი შეიცვალა ამასობაში და მისმაგევრად შემოდის მოედანზე. წესით ლუკა ანსიანი. ბურთით საჯაია არის. კარგი ნახტომი მოლი მიდის მოლი წინ, თუმცა წინ თამაში. ო 6-32 საკმაოდ დიდია განსხვავება 26 ქულაა. ხო, ნუ რასაც რის სამოქაჩოსო 4 გარდასახული უჭირდება, რაც რა თქმა უნდა ძალიან რთული ამბავია. შეიცვალა ნახუცუშვილი კი ცოტა გაუფუშტა თამაში, თუმცა ნუ ძნელია ცხანომერი დამოკიდებულია დიდწილად პირველ რიგში მოკიანლებს როგორ მიაქვთ გუნდელებს ბურთი, როგორი რაქია, როგორი ბურთის გატანა უწევთ და როცა ეს ყველაფერი პრობლემატურია, ცხანომერისთვისაც რთულდება ყველაფერი. შემოვიდა ამასობაში კოტე იაშვილი, საინტერესოა. ხო, ჩვენ აჩქარება ისე აქვს მას აჩქარების რესურსი და ნახოთ როგორ აჩქარებს არმიას მისი თამაში. ხო, შეიცვალა პირველ ხაზი, მაგრამ მაინც არ უშველა არმიას. ამან ბურჯებისლებამ ხო, ესეთი დომინანტური შერკინება ამ ტურში არ მახსენდება. ამ ტურში აი რაღაცა სტაბილურად ყველა შერკინებაში ერთი გუნდი ჩაგრავს მეორე და თან 10-9 შერკინება თან ერთი თან ორივე ფორმაციის პირველ ხაზს ან შეცვალა მარკაფიდან შემოვიდა პირველი და სამი ნომერი და ისინიც დაახლოებით ისევე აი ეს კარგი დატყმულია. კი ბატონო, აი პირველი ისეთი ეპიზოდი რაც გამოვიდათ დადებითი და მოიპოვეს მეტოქის 22-ში აუტი არმიელებმა. მეისხიძე ბურთით კლავინებურად საჯაია გახლავთ. სრული დერეფანია არმიის მხრიდან მოთხოვნილი. გელაძეზე კლავ აგდებული ბურთი ორი ხელით იგებს. იაგო გელაძე გადავიდა თამაში მოლში. აი აქ ლეგალურად შევიდა ყვაბზირიძე და ხდება გაჭედოს. ყვაბზირიძე იმდენად კარგად იყო შესული, რომ ეს ბურთი ჩაიხურებოდა, ასეც ხდება მალაღურაძე სწრაფად ითხოვს ბურთს, სანამ უკან გავლენ არმიელები და აიღებენ სივრცეებს. ნუ აქედან დიდი ალბათობით მალაღურაძე კიდეზე გადავა. ასეც ხდება
კარგი თამაში აქვს დღეს ხვამლის მგეზავს ლაშა მალაღურაძეს. მთლიანად ხვამს. საჯაია ანუ ძირითადად იაგო გელაძეზე აგდებიან ბურთს როგორც ჩანს. ცუდი აუტი ცინცაძე იქვია მალაღურაძე გამოვა ბურთი მალაღურაძეს და ის ფეხით გადავა მეტოქის ნახევარზე, ასეც ხდება. კარგია და დარჩათ ბურთი. გელაშვილმა აიღო რთული ბურთი საკმაოდ პიტერსი. აქ მოყვა მოკინალზე და ვერ მოიგო კონტაქტი რა თქმა უნდა. ალექსის მიანაძე გახლდათ ახლა შემოსული მარკაფიდან 3 ნომერი ხარშილაძე. ძალიან ცუდი პასი და მეორე ცუდი პასიზე. ხო, ნუ მოკეთ აქ არაფერია სათქმელი რა თქმა უნდა. ეს თამაში არ მიამარაჩება, მალე დაივიწყოს და წინ კიდე 16 ტურია და უნდა იფიქრონ დარჩენილი 16 თამაშზე. ხო, და ერთი ნუგეშის გოლა აქვთ წინა ტურიდან გადმოყოლილი და არ ამგონია რომ აქაც თუნდაც ნუგეშის ერთ გოლაზე გაიწიოს არმიამ. ხო, რთული ამბავი იქნება ნამდვილად. ნუ 3 ევრო ჭირდებათ მაგამბისთვის. ხო, კი. მაგ კარგად გაათამაშეს კვაბზირიძე, ავიდა გადავლაზე. გააგრძელა დინამიკაში და ჩავკი ბატონო, ხოჭა. აი ეს უკვე კარგი იყო ნამდვილად კაცი დაცგა. ხვამლის კომბინაციაც ძალიან ლამაზი იყო ახლა ვარდო სანიძე კვაბზირიძის გათამაშება. ტრავმა მიიღო? არა, მორაგბე, გელაშვილია ეს მორაგბე. არა, კვაბზირიძე არის, მეგონი კვაბზირიძე. აქეთ გელაშვილია. აი, გელაშვილი, ხო, დავიდა ხე. იქითაც ავარაუდოთ კვაბზირიძე. კი, აქეთ გელაშვილია. ამასობაში 23 ნომრად მიხეილ თაყაიშვილიც შემოდის მოედანზე და ის შეცვლის ცინცაძეს. საინტერესოა აღარ ყავს მარკაფაში შეცვლა დარჩენილი არმიას. ხაზის ცვლილებაზე მაქვს საუბარი, მხოლოდ მეორე ხაზელი გოგა ციმაკურიძე და გიორგი მექვაბიშვილი კვაჭი. ციმაკურიძე შემოდის მოედანზე. ხო, ეს რა მოხდა წამოდგენ მორაგბეები და გაგრძელდება მატჩი, ცოტა გაგვეწელა პაუზა. გადავიდა პიტერსი, ნახოთ. ო, დიდად არც ხაროს არმია. ხო, ბონუს გულა აქვს ხვამს ჯიბეში.
მოიპარა. ნუ არაფერი არ გამოსდის დღეს არმიას ფიზიკურად. კურტანიძის წაღება კარგია. მარჯვნივ ესეც კარგი კონტაქტი იყო და წინ წაღება ბურთის, თუმცა შემდეგ უკვე რაკი ვეღარ დაიცვეს. დატო გვიმრაძე იყო, საფიხელები, შილაძე, მაჭარაშვილი. თუმცა დააბიჯა ფეხი აუჩი აქ თხილად. წამოდგა კარგია მაჭარაშვილი. ამის პირველი ხაზი იცვლება როგორც ჩანს და კი, ამ მიჭება ძლივსული შეიტანეს, ახლა ამან გაშასაც ხედავთ. ნომერ პირველი საქმე რაც არის მოედანზე გასაკეთებელი, ის გააკეთეს და აქ ხო მოიპარა არმიამ, აბრუნებს იაშვილი, მაჭარაშვილმა გააკეთა მოძრაობები. საბოლოოდ ახდება ბურთი დაიკარგა. წამოვიდა ზომინაძე გაიშალა. ალაღურაძე გადაკიდა და უკან არავინ არ არის. ახ ცუდად მიარტყა ფეხი მარაგველმა, თორე შეიძლება და ოზდადება, თუმცა რთული იყო რა თქმა უნდა აქ. კარგი ფეხბურთელის უნარები გინდოდა რომ მაგ რა სწრაფად შემოაგდო არმიამ. თუმცა მალაღურაძის შეცურება აღსანიშნავია რა თქმა უნდა, ისეთ დროს და ისეთ წერტილში შეაცურა. მეროს პიტერსი შეეცდება გადავიდეს კიდეზე, გადადის კიდევაც მშვენივრად. გუშინ გაიმართა ასევე ტოპ 14-ის თამაშები. კი, დინიაშვილის დებიუტი შედგა ლაროშელში და წარმატებულად ლელოც გაიტანა დავითმა. მატჩის მიწურულს 76-18 წუთზე. საკმაოდ კარგი გათამაშების მერე გაიტანეს ლელო ლაროშელის მორაგბეებმა, კი კერძოდ დავით ნინიაშვილმა მიულოცოთ დებიუტი. და განსაკუთრებით იქ სხვების თამაშო მე კარგად ათქონა, ძალიან კარგი სეზონია სხვათა შორის ქართველების პროდეორში. წინა პირველ ტურში 7 თუ 8 დადეს ქართველებმა, ეხლა ტურის საუკეთესო თამაშებაზე მეორე ტურში გოგინავა და პაპუნაშვილია წარდგენილი, მოკეთ შვენივრად მიდის საქმე, აქ მაგრად გაათავაშა ხვამმა და არაგველის ლელო. და სხვათა შორის ჩვენ ხვამზე არ ვთქვამს ის რომ ტაუმალოვო ყავთ ხაზისწველი, ის ძალიან დიდი ხანი მუშაობდა რუსეთში კრასნიერში, ტონგას ნაკრების მორაგბე იყო. და რა თქმა უნდა, ამ ხალხის წონა ხაში შესაძლებელი იყოს ჩვენი ქართული გუნდისგან და ნახოთ ახლა ეს რა თქმა უნდა ერთი თამაში აიძლებათ მით უმეტეს ჩამოშლილი არმია მთლიან და ამით ამის დასკვნის გამოტანა ჯერ დაადრევია ძალიან, მაგრამ სამხედრული გამოცდილება გავიმეორებ, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი წონა ხაზ განსაკუთრებით ხაზზე მით უმეტეს. არა მარტო ხაზზე, რა თქმა უნდა, შეკინებაც მათია, მაგრამ ხაშით დიდი წონა რა თქმა უნდა ამ ქვეყნებში. ვნახოთ მალაღურაძის დარტყმა ამ ეპიზოდში როგორი იქნება. გავიდა წელიდან. წელს სამჯერ გაარტყა ეს მალაღურაძემ, ორჯერ უკან განმოვარდა, ერთხელ გავიდა გარებში. და ერთხელ ის უკან გადმოვარდა ლელო. ოპა. გავიდა მალაღურაძე თუ არა? თუ არმია 10 ნომერი გადის. არმია 10 ნომერი წესით ვეღარ გავა, ხო, ცვლილებები აღარ აქვთ არმიელებს დარჩენილი. არა, ხო. მე მგონი არ ყვევენ მალაღურაძის გასვლა არ გასვლის ამბავს. კი, გავიდა მალაღურაძე. და მის მაგალითად შემოდის ლუკა თოდუა.
შედარებით უცნობი, დიდი ათისთვის უცნობი მორაგბე, ნახოთ როგორ გამოიჩენს თავს. აქ ნუ წყინვალია დღეს ძალიან კარგია თეოდორ თამაში პაიხოვიჩი. მაღალი აბრაგანი, რომელსაც და ყველაც და და კაკაურიძე. დააგვიან აქცი პასის გაშვება, კინაღამ დაკარგა. და ფეხით გადაკიდა. მიყოლაც არის კაკაურიძეც შეუულია თქო უნდა გაქცევა, შებოჭა. კარგი იყო იაშვილი, გადააწოდა პიტერს, თუმცა წამოდგა კაკაურიძე ამისთვის შევაქოთ, ეგრევე წამოდგა და შებოჭა და მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, რომ მუხლი დადო სპეციალურად მელს პიტერსმა, რაც ნიშნავს, რომ შებოჭილი მოთამაშე უკვე მიწაზეა და ბოჭავმა შებოჭილს ხელი უნდა გაუშვას და აი აქ კაკაურიძემ აღარ გაუშვა მელს პიტერს პირდაპირ ბურთზე ითამაშა, რაც რა თქმა უნდა ჯარიმით დასრულდა და პიერსის დარტყმული ძალიან კარგი იყო ამ შემთხვევაში. ექვსით 29 რთულია იმის ვარაუდი, რომ რამის შეცვლის არმია. დაიწყო ფორმალური 15 წუთი. კი ბატონო, ნახოთ, არაფერი არ შეუძლებელი აქვს უკვე რამე შეიცვალოს. არც მუგეში გამოვა და არ დაკარგავს თან ხვამლი ბონუს ქულას. წავიდა, კარგი მოგებული აუტი, გავიდა ხაზზე. აი თითქოს არის კალდა წინ თამაში. წინ თამაში და წავიდა ხვამლის კონშეტევა. არაგველი ანსიანი მარჯვნივ გაიშალა და მოარტყეს და იაშვილმა გადაკიდა, არის უკან არის კიფშიძე. კარგი დარტყმული, ძალიან კარგი დარტყმული შორს. შემოაგდო სწრაფად არმიამ ხარშილაძე. მაიც კარგი პასია. კარგად ითამაშა ბაჩანა მოინიავა მათ შებოჭა. საჯაია იაშვილი აქაც ძალიან კარგად დაიცვა თავი. ხვალმა მარჯვნივ შეგრძელდება შეტევა. გელაძეც კარგი იყო. კი, მუშავა ძალისმიერად. კარგია ზოგადად ამ კომპონენტში და მოიპარეს ბურთი. გავიდა მოკლეზე. ბესიკ თაყნიაშვილმა ათამაშა. ჯარიმა. ისევ გელაძე. კი, კარგი მორაგბია. ერთ-ერთი გელაძე არის ცოტათი აქტიური არმიის რიგებიდან, ვისი გამორჩევა შეიძლება, სხვა მხრივ იბრძვის კი ბოლომდე. აქ რა ხდება მძიმე ტრავმა. ყიფშიძე გადავალოთ მარკაფას თვალი. მგონი ხაში ყველა შეცვალეს, ხო? გიორგი ბოჩიკაშვილია 20 ნომრით. მესამე ხაზის ცვლილება უნდა იყოს ნომრიდან გამომდინარე და სავარაუდოდ ის შემოვა. გიგა ყიფშიძის მაგივრად. კარგი დარტყმული, შევიდა 22-ში არმია. ხო შეგახსენებთ, რომ ამ თამაშის დასრულების შემდეგ 7 საათზე დაიწყება ხარებისა და ლელოს მატჩი, ასე რომ გელოდებით ყველას ისევ რაგბი ტივის ეთერში ძალიან მალე.
დაახლოებით 10-15 წუთში როდესაც გავალთ ეთერიდან და უბრუნდებით ისევ რაგბი ტივის. ეს კი საჯაია. ციმაკურიძეზე აგდებული ბურთი, თუმცა დერეფანშიც არაფერი გამოსდით. არმიელებს თითქმის ყველაფერში დომინანტია. სტატიკაში ხალხში ბურთით გაქცევაში, რა ვიცი, ყველა კომპონენტში დაჩაგეს, აქ ცუდად ითამაშეს ხონის მორაგბეებმა და ნუ აუტ, თუმცა მათი აუტი იქნება. მარჯვნივ გაიშალა შეტევა. კარგი. და საბოლოოდ ფეხით გადის თოდუა, ძლიერი დარტყმული, ცაციათი, იბადუნო შვენიერად გავიდა, სიღრმიდან მოუწია დარტყმა. დერეფანი საჯაია ისევ ბურთით. ციმაკურიძეზე აგდებული ბურთი ისევ და ისევ არაზუსტია. მარჯვნივ. ახლა ხდება ცოტა გამართული ხორმე ვიდა ხარშილაძე, საბოლოოდ და გაჭერეს. ცოხვამლი აქტიურად ითხოვს ჯარიმას თავში იყო. იქიდან გამომდინარე რომ ვიდეო რეფერი არ არის დღევანდელ მატჩში, თუ მთავარმა მსაჯმამ გვერდით ამ მსაჯმა შეჯახებისას კარგად არ დააფიქსირა ეს მომენტი და დაინახა ძალიან რთული. არის ვიდეო რეფერი? მე მგონი უბრალოდ გვერდიდან მივა. ვიდეო რეფერი არ გვიწერია ჩვენ ნამდვილად. ხო, ჩვენთან არ წერია, მაგრამ მეორე ეს არის რომ გამეორებები რადგან გვაქვს წესით ვიდეო რეფერიც უნდა იყოს. ხო, გონია ესე იგი ვიდეო რეფერი ძალიან კარგი. აი ნახოთ ხარშიაძე. თავში არის. მოძრაობა ბოჭვის. მოხრილივით არის, მაგრამ მოხვევა ხელები. ხო, წითელი არ იქნება ჩემი აზრით აქ. ჯარიმა იქნება, ნახოთ ყვითელი ბარათი. მოусმინოთ სოსოს, მე ჩვენი აზრი ვთქვათ. წითელია? ეს არის ეს იქნება დღეს 20 წუთიანი წითელი იქნება ეს ნუ არაფერს არ ვიცი ხან კონკრეტულად ამ შეხვედრაში, მაგრამ ეს არ არის მთელი თამაში წითელი, ეს არის 20 წუთიანი წითელი, ასე რომ ხო ის რა თქმა უნდა ის დარღვევა არა 20 წუთიანი წითელი უკვე აი შეიძლება ისახოს ბევრად სხვა თამაშებში შემდეგ სასჯელები გავცოვა მოხდეს და კიდე ბევრი თამაში გამოტოვოდა, ასე რომ აქ აქცენტი გაკეთებული იყო მაღალ სისტრაფეზე და გვქონდა ერთი რაკურსი. მიიღეს გადაწყვეტილება წითელი ბარათის
და კაცნაკული დარჩა ახლა არმია. კარგი ამონიავა. ხო, აეთი 10 ბევრი გააკეთა არმი კიდევ გელაძე, არმიამ აი რამდენჯერმე ისა რამდენჯერმე 5-6 ჯერ ბრეიქდაუნზე ამოაცალეს ბურთი მეტოქეს და აჯარიმეს, დანარჩენი ყველა კომპონენტში ცუდები იყვნენ არმიელები. აჭარაშვილი ოფლოუდი მოიპარა ბურთი ხვამმა მარჯვნივ გაიშალა ანსიანი. თაყაიშვილი მარჯვნივ კლავინდებურა, ციღმეები არაგველი. თაყაიშვილი კაკაურიძეზე პასი, კაკაურიძე კარგი იყო ერთი. მეორე და დუბლი. ზუსტად ის რაც აღნიშნეთ კაკაურიძესთან მიმართებაში, ერთ-ერთი ყველაზე ბასრია ფრთაზე კაკაურიძე. ფიჯელებთან ერთად ჩვენს ჩემპიონატში ცოტა ფიჯელებმა გადაფარა ფრთაზე და 15 ნომერზე თამაში, ქართველების იმდენად კარგად გამოიყურებიან და ერთ-ერთი არის კაკაურიძე, ერთადერთს ვიტყოდი კაკაურიძესთან, ცოტა ტრავმები აწუხებს და იმდენად სტაბილური სეზონები არა აქვს ხოლმე თუ ამ ბიჭმა ეს ტრავმებისადმი ცოტა უფრო მდგრადი იქნება. კი, კარგი აქ სხვადასხვა ჭკვიანი როდესაც ითამაშა ყველა ჯერზე მიმართულება სწორად შეცვალა. თან არ იყო ეხ მარტივი არანაირად ეპიზოდი. და უკვე სხვაობა ძალიან დიდია სხვადასხვის. დასახვა არაზუსტია. აი დაახლოებით გუშინდელი თამაშის სცენარს გავს არისისა და ყაზბეგის თამაში წიქარას თამაში გულისხმობ. იქაც არაფერი, ყველაფერი გამოსდიოდა არის, ხოლო წიქარამ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო. შეგახსენებთ ასევე პირველ ტაიმში გითხარით, მაგრამ მაინც გეტყვით, ეხლაც უკვე 3 ტური სამი თამაში გაიმართა მეორე ტურში, ბათუმმა 32-20 შინ დამაჯერებლად მოუგო გორს, აი ამ მოუგო ყაზბეგს 41-12, ხოლო წიქარა დამარცხდა 7-51 ქუთაისის არესთან. მაჭარაშვილი თავში მოხდა ხილად ძელი სასტვენი. როგორ ჩანს დაზიანდა მაჭარაშვილი და კი. ცოტა დრო დაგჭირდება ახლა იმისთვის რომ ხო, რახან პაუზა გვიქნება. გუშინ იყო ძალიან საინტერესო მატჩი, როგორც თვითონ ზელანდიელები და აფრიკელები მიიჩნევენ. თავარი ბოლო 2 წელიწადში სოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სერია ზელანდიის და აფრიკას შორის. სერიას ვთქვათ ერთ-ერთი დასრულდა, მაგრამ რა თქმა უნდა, გუშინი თამაშის მერე კითხვა არ არსებობს თუ ვინ არის ამ სერიის გამარჯვებული. ამ სერიის გამარჯვებული არის სამხრეთ აფრიკა. ჯერ პირველ ტაიმშიც არ ქონდა მაგ კითხვას გაცემული პასუხი და მეორე ტაიმი ისე წარიმართა, რომ ალბათ არავის არ ეგონა ასე თუ წარიმართებოდა, უბრალოდ შესანიშნავები იყვნენ აფრიკელები ფიზიკურად და ახსენიშნავი ის არის, რომ აი სასწაული
არასტანდარტული და არააფრიკული თამაში შემოგთავაზეს რაღაც გაგებით, ანუ ფაქტობრივად მოლი არაუგორებიათ. ტონი ბრაუნი მიიყვანეს და ტონი ბრაუნმა გადააწყო მთლიანად ეს შეტევა. და პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის რასი ერასმუსის მიდგომა, რომ ის მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ მოიგო მსოფლიო თასი, ყოველ სიგში ახასიახლეს ნერგავს, რომ ის განმეორდეს და რა თქმა უნდა თან მნიშვნელოვანი რა არის აი ჩემი გადმოსახედიდან იმ ხელა სიღრმე შექმნა აფრიკამ, რომ ნებისმიერი ტიპის თამაში შეუულიათ, იქნება ეს ძალისმიერი ფიზიკური ტექნიკა, ყველაფრისთვის მზად არიან აფრიკელები, ხოლო ზელანდიელების ტექნიკა სტრატეგია არის, რომ ერთი და იგივე მოთამაშეებს უფრო დიდ გამოცდილებას აგროვებენ და სწორედ ამ გამოცდილ მოთამაშეებზე აკეთებენ აქცენტს, რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა მოხდეს. პლუს გარდა ამისა ზელანდიაში იზღუდავს თავს, რომ არ ეძახის ზელანდიიდან წასულმორაგ ლეგიონერებს წასულმორაგებს. აფრიკა მე კარგი ხანია მოხსნა და მოკეთ ძალიან დიდი რესურსით არის აფრიკა. ზელანდია ისედაც პატარა ქვეყანაა და პლუს თვითონ თავის თავს ატომას ისჯის და არ უნდათ ამ ლეგიონერების დაძახება, მოკეთ რაც შენ აღნიშნე ის არის, რომ ის წრე, საერთოდ არჩევენ ბევრად პატარაობს ვიდრე აფრიკელებს. ხო, და აი ვილემსს ჰქონდა ძალიან მაგალითად და რაც აღსანიშნავია, რაც ვილემს რო ნიჭიერ მორაგბეა ყველა ვიცით, მაგრამ ძალისმიერად ითამაშა სასწაულად. აი დეალენდე ვერ იტყოდი, რომ დეალენდეს ნაკლებად მიქონდა ბურთი წინ ჯახში. კი და უფრო ტექნიკური არის, მოძრაობები აქვს ძალიან კარგი, მოკლე სივრცე, პატარა სივრცე შეუძლია რამოდენიმეს მოტყუება და დაფინტვა, რაც გვანახა კიდევაც. აქ მაჭარაშვილი გავიდა, იმედია ყველაფერი კარგად იქნება, ჯანმრთელობა უსურვოთ მორაგბეს. მექვაბიშვილი შემოვიდა. მაქო პირიქით ჯარიმა და პირველ დაჯამდა ხვამლი გავიდა ხაზზე ბურთი. კოტიკო იაშვილი სვიანაძე, რომელიც ვერ მიდის წინ. ხვათაძე, აქაც ძალიან კარგია ხვამლი. აქ ჯარიმის უპირატესობა არმიელებს ცოტა უნდა კარგი გადაკიდება თითქოს არა. ადგილზეა თოდოა და დაუბრუნდება ჯიშარიმა. არმიელს ნახოთ აბა პრესტიჟის ლეველს თუ გაიტანენ სამხედროები. ხო ეს იქნება მართლაც რომ პრესტიჟის ლეველზე თამაში. ნახოთ ჯაში, რომელმაც ითამაშა 20 წამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე. იქონდა ძირითადად დაიწყო თორსები ერთი თამაში. აქ საჯა შეუცველია, ხო? შეუცველია კი ბატონო. კი მაჭარაშვილის დამტვრევის შემდეგ მექვაბიშვილი შემოვიდა კვაჭის პოზიციაზე და საჯაია გადავიდა მესამე ხაზში, რომელიღაც მესამე ხაზელი გადავიდა ფრთაზე. აქ რა ხდება მოლი გაუჭეს საერთოდ ხელიდან გამოტაცეს ბურთი. ხო, ყველაფერში მოკეთ. ძლიერი დარტყმული. ხო, შორს ვერ გამოვიდა თაყნიაშვილი. სამასოში 3 წუთი მატჩის დასრულებამდე. დღეს ვიგებთ. ხო, ალბათ ხვამლის გულშემატკივარი ჩაგვერთო. აქ წავიდა ხდება მოკინალები თუტევს არმია. ხვათაძე. იაშვილი, კურხული. ხო, ძალიან წვალობს არმია გაგრძელებას. უჭირს იაშვილს იპოვოს რაქიდან რაქამდე. კარგი პასი ფთაზე არის მიყოლა. აქ დახტება პეტერს ჩავარდა ბურთი და ლელო სასტვენი არ არის. ხო, პიტერსმა დადო ლელო დაასრულებინა სოსო ჯაფარიძემ ეპიზოდი და შემდეგ უკვე ჩათვალა. სავარაუდოდ გაიტანს ახლა და მორჩება კიდევაც თამაში, არ მგონია რომელიმე გუნდს პრეტენზია ქონდეს.
არა, რაღაც ხო ვიდეორები უყურებს თორსები. კი, მაგრამ ეს წესი აღარ არის, წლებია უკვე როდ გარდასახვის დარტყმის შემდეგაც ხო, შეუძლია გაუქმება. ლელოს გაუქმების საშუალება. ხო, დასადგამის ლელოა პიტერსი თავისი ლელოს გარდასახავს. ხო, 1 წუთია დარჩა. წინ გაუგდა ლელო. წინ თამაშიო, თუმცა ჯარი. ხო, იქ მეც მომეჩვენა უბურთო კაცის შებოჭვა იყო გელაძეზე მაქვს საუბარი. ხო, უბურთოზე გელაძეზე იყო ჯარი კი ბატონო. თუმცა რადგან ხო, ლოგიკურია თუ ჯარიმა იყო, წნეხში იყო ხამლი, წინ მიდიოდნენ არმიელები, იყო იქ ლელოს დადების შესაძლებლობა, სახიფათო შეტევა ჩაუშალეს და ყვითელი ბარათითაც დაისაჯდნენ ხამლის მორაგბეები. იაშვილი კარგი მიძალება და ამოიღეს. საბა კურატიშვილი კი, გახდა კარგი იყო მორაგბე, რომელმაც ამოიღო ბურთი. თუ დრო გასულია ახდება თოდუა ფეხს უტყამს. აუტია როგორ ჩანს და ეს იქნება უკვე ბოლო სათამაშო ეპიზოდი იქნება. დრო გასულია კი ბატონო. ეს ეპიზოდი კი ბატონო უბურთოზე შეგოჭა და მუნიავა გა. ხო, აქ მე პიტერსისგან გადაწავიდა ბურთი წინ. ახდება ცილობს ხმამლი მეტოქეს აუჩი გადადენას, თუმცა არ გამოუვიდა და წავიდა შეკინიჩეთ. ისევ მორკინალებით უტევს არმია მარცხნივიაშვილი მესხიძეზე გადააწოდა. კარგი ხელები. ეს ბიჭი იმსახურებს ელოს, კი ბატონო. კარგია, კარგი და დაუფასდა დოება. გელაძე ერთადერთი არმიას მიერ გატანილი ერთადერთი ელოს ავტორი. ყველაზე გამორჩეული სწორედ ის იყო და კარგია რომ ლელოთი დაუფასდა, აი აქ ის სწრაფი ხელები და ეს ვინი კარგი იყო პიტერსი და მანამდეც კარგი პასი იყო და სწრაფად გაიქცა ძალიან. მსგავს სიტუაციაში გუშინ ფრეიზერ მაკრაიც რომ ჩაუთვალეს წინ თამაში თუ ხო, კი. და სხვადასხვა გუშინ ძალიან მაგარი ლო დაუდო, აი ას ყაზვეგის მაგვე ხუროში, წყინვალი, აი ირბინა მესამე ხაზელმა საკუთარი 22-დან და გადასახვა ზუსტია 13-53 სტუმრება გაანადგურეს მასმიძლები. ბონუს ქულა ხო არმიას რა თქმა უნდა ბევრად მეტი მოეთხოვება მისგან ასეთ თამაში არ ვინერელის. ხო, იმიტომ რომ წინა წელს ზედა 6-ში შევიდნენ, მოიგეს თამაშები, ახლოს იყვნენ ფინალამდეც, თუმცა გამოვარდნენ მაქამდე. საბოლოო ანგარიში 13-54 დამარცხდა არმია საკუთარ კედლებში და დაველოდოთ მორიგმაც რუსთავის ხარების სტადიონიდან, სადაც რუსთავის ხარები დაუპირისპირდებიან ლელოს. ჩვენ კი ამით უნდა დაგემშვიდობოთ. მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.